დიდი დედის კულტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უძველეს და უნივერსალურ კულტუროლოგიურ ფენომენს მსოფლიო ისტორიაში. ეს არის რელიგიურ მითოლოგიური წარმოდგენების კომპლექსი, რომელიც დაფუძნებულია დედის ქალღმერთის თაყვანისცემაზე, როგორც სამყაროს სიცოცხლისა და ნაყოფიერების პირველ საწყისზე. ფსიქოანალიზში კარლ გუსტავ იუნგის თანახმად, დიდი დედის არქეტიპი არის უნივერსალური თანდაყოლილი ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც არსებობს კოლექტიურ არაცნობიერში, ყველა ადამიანში. იუნგი ხაზს უსვამდა ამ არქეტიპის ორმაგ ბუნებას. პირველი, კეთილი, ნათელი დედა. ფარველი, კვებავი, სიბრძნისა და ნაყოფიერების წყარო. მეორე, საშინელი, ბნელი დედა. მომნელებელი, დამანგრეველი, დამყრობელი, სიკვდილისა და ქაოსის მომტანი. ერიხ ნოიმანი, რომელიც იყო კარლ გუსტავ იუნგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლე და ანალიტიკურ ფსიქოლოგიის წამყვანი თეორეტიკოსი, მისი უმთავრესი ნაშრომი დიდი დედის არქეტიპის ანალიზი არის საეტაპო ნაშრომი, რომელიც დეტალურად იკვლევს ფემინურ პრინციპს მითოლოგიაში, რელიგიაში, კულტურასა და ინდივიდუალურ ფსიქიკაში. ნოიმანის მთავარი იდეაა, რომ დიდი დედის არქეტიპი არ არის უბრალოდ კეთილი ან ბოროტი, არამედ ამბივალენტურია და გააჩნია ორმაგი ბიპოლარული ხასიათი, რომელიც ვლინდება 4 ძირითად ასპექტში: კვებავი და კეთილი დედა, სიცოცხლის ნაყოფიერების, დაცვის, სითბოსა და მიღების წყარო, რომლის სიმბოლოებია დედამიწა, ბაღი, წყარო, ჭურჭელი, ქალღმერთი, მაგალითად დემეტრა, ისიდა და ასე შემდეგ. და მომნელებელი, საშინელი დედა. სიკვდილის, ქაოსის, განადგურების, შთანთქმის, შებოჭვის და უგონო მდგომარეობაში დაბრუნების ძალა. მისი სიმბოლოებია გამოქვაბული, უფსკნული, დრაკონი, მონსტრები, სიკვდილის ქალღმერთები, მაგალითად კალი, ლილიტი და ასე შემდეგ. ნოიმანი თავის მეორე ნაშრომში ცნობიერების წარმოშობა და ისტორია დიდ დედას უკავშირებს ცნობიერების ევოლუციას. პირველი, არაცნობიერი მატრიცა. საწყის ეტაპზე ინდივიდუალური და კოლექტიური ცნობიერება იმყოფება დიდი დედის უგონო, არადიფერენცირებულ მატრიცაში, ორობორისის სტადიაში. მეორე, გმირის მითი. ცნობიერების განვითარება, რომელიც სიმბოლიზებულია ვაჟიშვილი გმირის მიერ, მოითხოვს დედის მატრიციდან გამოყოფას და დამოუკიდებელი ეგოს ჩამოყალიბებას. ეს არის ბრძოლა საშინელ დედასთან, რომელიც ცდილობს შთანთქას და არ დაუშვოს დამოუკიდებლობა. დასავლური ლიბერალიზმი და კაპიტალიზმი არის დიდი დედის არქეტიპის ტრიუმფი. ეს არის სამყარო, სადაც მატერიალური და ეკონომიკური ინტერესები ჭარბობს სულიერსა და იდეალურს. ლიბერალიზმი განასახიერებს ტიტანიზმის არსებით ფორმას, ანუ დედამიწის აჯანყებას ზეცის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში დიდი დედის არქეტიპი სიმბოლოა იმის, რაც ეწინააღმდეგება იდეალურ ფორმას. ამ პერიოდში საზოგადოება მატრიარქატის სტადიაში გადადის. ნოიმანი არ განიხილავს მატრიარქატს როგორც სოციალურ სისტემას, სადაც ქალები მართავენ. მისთვის მატრიარქატი არის ფსიქოლოგიური და მითოლოგიური სტადია, რომელიც ახასიათებს კაცობრიობის განვითარების ადრეულ ეტაპს. ამ სტადიაზე დიდი დედის არქეტიპი დომინირებს. ინდივიდუალური და კოლექტიური ფსიქიკური პროცესი იმყოფება არაცნობიერი, უშუალო და ძლიერ გავლენის ქვეშ. ხოლო პატრიარქატის სტადია არის ეგოს დიფერენციის სტადია. ეს სტადია იწყება მაშინ, როდესაც ეგო, ცნობიერება, იწყებს დედის მატრიციდან გამოყოფას და დამოუკიდებელი იდენტობის ჩამოყალიბებას. ამ ფაზაში კი დომინირებს მამობრივი, პატრიარქალური პრინციპი, რომელიც სიმბოლიზდება ცნობიერებით, ლოგიკით, წესრიგით, სტრუქტურითა და სულიერებით, როგორც მატერიის საპირისპიროთი. ცნობიერების ევოლუცია, გმირის მითის სახით გადმოცემული, არის სწორედ ეს ბრძოლა არაცნობიერი დედის მიერ შთანთქმის საშიშროებასთან. გმირი, რომელიც კლავს დრაკონს ან მონსტრს, რაც საშინელი დედის ნეგატიურ ასპექტს განასახიერებს. ქართული საზოგადოება დიდი დედის გავლენის ქვეშაა და მატრიარქალურ სტადიაში იმყოფება. მთელი ეს აქციები, სადაც აგრესიულ ქალებს, ფემინურ მამაკაცებს არაცნობიერი აგრესიით ხასიათდება, არის დიდი დედის გამოვლინება. ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ მატრიარქალურ ფაზაშია. დიდი დედა ლიბერალიზმისა და სხვა მატერიალიზმის სახით არ უშვებს ადამიანის გამოყოფას და ეგოს ჩამოყალიბებას. რადგან ის შთამთქმელია, ის ანადგურებს იდენტობას. შემთხვევითი არ არის, რომ ქართულ იდენტობაზე თავდასხმა ესეთი ხშირია. ჩვენ დიდი დედის კულტისგან უნდა განთავისუფლდეთ და ჩამოყალიბდეთ დამოუკიდებელ სუბიექტებად, რაც ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ ლიბერალიზმზე, პროგრესიზმზე, ფემინიზმზე
გენდერულ პოლიტიკებზე, ნაციონალიზმზე, ფაშიზმზე, მატერიალიზმზე და იმ ყველაფერზე, რასაც დიდ დედის არქეტიპთან აქვს კავშირი.